გავრცელდა ინფორმაცია დაახლოებით 30 ბალისტიკური რაკეტა მიფრინავს ისრაელის სხვადასხვა ქალაქებისკენ. ჩემი სხვა მეგობრებიც იმყოფებიან ისრაელის ტერიტორიაზე, იქ ცხოვრობენ და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ მოკლედ იქნებიან უსაფრთხოდ და კარგად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ რა მოვლენებიც მიმდინარეობს დილიდან, საპასუხო დარტყმებიც ისრაელის მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნება. გავაგრძელოთ გადაცემა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ ამ ბლოკში, იმიტომ რომ არა მხოლოდ ბოლო პერიოდის, არამედ ძალიან ბევრი წელია უკვე ეს კონკრეტული ამბავი, რაც ეხება ჩადებას, ნარკოტიკის ჩადებას, არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ რაც ბოლო პერიოდში ვნახეთ, ხო, გასაგები აქ გულისხმობ გიორგი ახობაძეს, ნიკა კაციას, ანტონ ჩეჩინს და ბევრ კიდევ სხვა ადამიანს, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ახლად და ზოგი გამოუშვეს, მაგრამ იმყოფებოდნენ და ეს ბოლო წლების პრობლემა არ არის მხოლოდ ძალიან ბევრი წელია, არაერთი მეც პირადად არაერთი ამბავი გამიშუქებია ზუსტად ამ მიმართულებით და ეს ყოველთვის არის ხოლმე ადამიანების წინააღმდეგ რაღაცნაირად გამოყენებული იარაღი ძალოვანი უწყების და ხელისუფლების მხრიდან და იმის მიუხედავად რომ შეიძლება ის იმდენად შეკერილი საქმე იყოს, რომ ბოლოს სასამართლომ ვერ მიიღოს გამომტყუნებელი გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არასდროს გვინახავს ჩვენ ამ წლების განმავლობაში დასჯილი ის კონკრეტული პირები, პოლიციელები თუ ეგრეთ წოდებული პოლიციელები, რომლებმაც ჩადეს ეს ნარკოტიკი და მოიქცნენ უკანონოდ. არც ერთ შემთხვევაში ესეთი ადამიანები დასჯილები კი არა სამსახურიდან გაშვებულებიც არ არიან და ამის არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს. სწორედ არაჩადება სამსახელწოდებით იქნება 2 მარტს პირველ საათზე პროკურატურასთან აქცია და ამ თემის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს თეონა ჭალიძე იურისტი და პოლიტიკოსია ჩვენთან ერთად, ასევე ნინო ლომინაძე იურისტი, რომელიც იყო ნიკა კაციას არის, იმიტომ რომ სააპელაციო მიმდინარეობს პროცესები, ნიკა კაციას ადვოკატი და მანანა სამხარაძე, ანტონ ჩეჩინის მეუღლე ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ აქ და ასევე სიმართლე გითხრათ ბოლო პერიოდში ეს თემა რაღაცნაირად იმის მიუხედავად რომ ჩვენ გვყავს თქვათ ნიკა კაციაც ახლა გიორგი ახობაძეც და ანტონ ჩეჩინიც და ანასტასია ზინოვკინაც მათ შორის, იმიტომ რომ ბრალდებით არის დაკავებული, მაინც რაღაცნაირად არ არის ხოლმე აქტუალური ამ მიმართულებით საუბარი, იმიტომ რომ იმდენი ამბავი ხდება მართლა რომ რაღაც თითქოს უყურადღებოდ გრჩება, მაგრამ მეც დასაწყისში ამაზე ვილაპარაკე, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ 1 და 2 წლის, ეს არის, არ ვიცი, 2013 წლიდან ამ ძალიან ბევრი საქმე გამიშუქებია მეც. აი თეონა გითხარი, რატო გახდა ეხლა ვთქვათ ესეთი აქტუალური კონკრეტულად ამ მიმართულებით და ამ მოთხოვნით რატომ არის აქცია პროკურატურასთან, ამით დავიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ ადვოკატებისგან სამუშაო შეხვედრაზე და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს მავნე პრაქტიკა არა მხოლოდ სინდისის პატიმრების და პოლიტპატიმრებისთან მიმართებაში არის აქტუალური, არამედ ზოგადად სხვადასხვა მოქალაქეებთან მიმართებაშიც და სხვათა შორის ეს სახელი ჩვენ ცოტა ფართო შევარჩიეთ არაჩადებას. ეს მოწოდება დღესაც აქტუალური არის და აქ მხოლოდ ნარკოტიკის ჩადებაზე არ არის საუბარი, იარაღის ჩადებაზე, დანაშაულის ჩადებაზე. აი გელა ხასაიას შემთხვევაში მაგალითად საერთოდ დანაშაული ჩაუდეს პირდაპირ ადამიანს, არაფერი არ დაუშავებია და დანაშაული. აი აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიუხედავად იმ ზღვა ინფორმაციისა, რაც ყოველდღიურად მოედინება, განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა ამ საკითხზე და იმ საზოგადოებამდე მიგვეტანა ინფორმაცია და გაგვემახვილებინა მათი ყურადღება, რომლებიც წლების განმავლობაში გვახსოვს ჩვენ, რომ აქტიურად აპროტესტებდნენ ამ ჩადების მავნე პრაქტიკას და ეხლა თითქოს მათი ხმა აღარ ისმის. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი არის ისიც, რომ ამ აქციით მოქალაქეებს გავაგებინოთ, რომ ეს არ არის მარტო რიგითი ადამიანების ან კონკრეტული ადამიანების პრობლემა, არის ყველას პრობლემა და თითოეულ მათგანსაც შეიძლება შეეხოს ეს. თუ კი მათი პოზიციონირება არ მოეწონება, თუ კი ვიღაცას თვალში ცუდად მოუვა ესა თუ ის ადამიანი და შორს არ არის ის დრო, როდესაც შეიძლება ჩვენ იძულებულები გავხდეთ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯიბეები ამოვკეროთ და გაკერილი
ჯიბეებით იარონ ადამიანებმა. ჩვენ როდესაც დავაანონსეთ ეს აქცია, სხვათა შორის ქეთა უნდა აღინიშნოს, რომ კომენტარებშიც და ესე ქუჩაშიც, როდესაც გადავადგილდებოდით, იყო რამოდენიმე ადამიანისგან ესეთი რეპლიკა, რომ მე რატომ არ ჩამიდეს. და აი ამ ადამიანებისთვის მაქვს პასუხი, ვისაც ეს კითხვა დაებადა, რომ მე რატომ არ ჩამიდეს. ქალბატონო და ბატონო, თქვენ რატომ არ ჩაგიდეს, იცით? იმიტომ რომ თქვენ არ აპროტესტებთ არაფერს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ გაწუხებთ ქვეყანაში არსებული ვითარება. არ გაწუხებთ დევნილი, რომელიც იძულებულია თავი დაიწვას, სიცოცხლე დაასრულოს იმისთვის, რომ წლების შემდეგ მაინც ბინა მიიღოს მისმა ოჯახმა. იმიტომ რომ თქვენ არ გაწუხებთ სოციალურად დაუცველების მდგომარეობა. არ გაწუხებთ ადამიანები, რომ ნაგვისურნაში ეძებენ საკვებს. არ გაწუხებთ და არ აპროტესტებთ იმას, რომ უკანონოდ უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში და თქვენი ხალხის ფული რომ მოიპარეს და კორუფციაში ჩაფლულები რომ არიან ჩინოვნიკები, ისინი შესანიშნავად ცხოვრობენ. არ გაწუხებთ, რომ თქვენი შვილების და სხვისი შვილების ხარჯზე ჩინოვნიკების შვილები მშვენივრად ცხოვრობენ და თქვენ არ გაწუხებთ ის, რომ ადამიანები თქვენს გვერდით ცხოვრობენ, უკიდურეს გაჭირვებაში შეიძლება იყვნენ, სწორედ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებით და შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე და ხართ ჩუმად და რა თქმა უნდა თქვენ არავისთვის საინტერესო არ ხართ. აზრი არ აქვს თქვენ შემთხვევაში ჩაგიდებენ თუ არ ჩაგიდებენ. არ ხართ უბრალოდ საინტერესო მათთვის და თუ კი საინტერესო გახდებით, თუ კი ხმას ამოიღებთ და ვიღაცას თვალში არ მოუხვალთ, რა თქმა უნდა მაშინვე შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენი ოჯახის წევრი და ახლობელი მსგავსი მავნე პრაქტიკის მსხვერპლი. ეს ამჟამად მით უმეტეს რომ ამ ყველაფერს ახლა თეონა შენ რასაც საუბრობდი ჩვენ მართლა ამ ბოლო ამ რაღაცა 2 წელში კი არა, მანამდეც იარაღის შადებაც ბევრჯერ გვინახავს და ნარკოტიკსაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხო პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ, გულისხმობ პოლიტიკურად აქტიურობაში იმას, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ოცნების და მათ რაღაცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პერიოდში მათ ქმედებებს და ზოგადად მათ პოლიტიკას. ეხლა ნინოს მინდა ვკითხო, მეც ეს ვთქვი თავიდან, ხო, ნიკა კაცია შემთხვევაშიც მაგალითად საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ხო, გიორგი ახობაძეც მათ შორის. გასაგებია რომ ჯერ სააპელაციო სასამართლოში მიდის ნიკას საქმე და რაღაცა ინსტანციებია გასავლელი, მაგრამ ჯერთი ამის დასრულების შემდეგაც არ მგონია ვინმე დაისაჯოს ის დამნაშავე რომელმაც ეს გააკეთა და რაღაცა ნივთიერება ჩადო, ხო? მაგრამ მეორეა რომ მაინც იქ მუშაობენ. ისევ იგივეს აგრძელებენ, რომ ეს ხო ერთი და იგივე წრე არის და ერთი და იგივე ადამიანები. მე ხანდახან ეხა ერთი საქმე იყო ამას წინათ და ჩემი მეგობარი იურისტი ხუმრობდა, რომ აი სადღაც მაინც ხო დატრიალდება და ერთი და იგივე იარაღი სადღაც ხო იქნება ჩადებული. აი სადღაც ხო შემხვდებაო რა, რამდენი იარაღი შეიძლება იყოსო. ანუ ეს ერთი იარაღი ჩადებული და რაღაცა ერთი საქმე ხო იქნება. კიდე სადაც იგივე იარაღი იფიგურირებს. აი მართლა და ეს ამ წრეზე ვტრიალებთ მოკლედ და აი რა არის აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე როგორ არის ეს ყველაფერი? ზოგადად სახელმწიფო რომ მშენებლობა დაიწყოს და განვითარდეს, მნიშვნელოვანია აქ გამიჯნული იყოს საჯარო მოხელის, ამ შემთხვევაში პოლიციელისა და მოქალაქის ქმედებათა შეფასება, ხო? თუ ჩვენ ვებრძვით დანაშაულით არ უნდა ვებრძოლოთ, ხო, ლოგიკურია რა. აქედან გამომდინარე დღეს მოცემულობით გვაქვს ის, რომ თუ პოლიციას ეპატიება ნებისმიერი გადაცდომა და ქმედება, ხოლო იმ პირმა, რომელმაც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ განხორციელდა გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, ან ნიკაკაციის შემთხვევაში როგორც იყო, ან ნებისმიერ სხვა პირის შემთხვევაში, რომ მტკიცებულების ფალსიფიკაციაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მას პასუხი არ მოეთხოვება. იცით რა არის აქ თეონა საუბრობდა წეღან რომ აი პოლიტიკა არ გეთხოვთ, არა ბატონებო, პოლიტიკაც აღარაფერ შუაში არ არის. ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამოცდილებით რაც მაქვს ძალიან რიგით ადამიანებსაც შეეხო. მე ამას ყოველთვის ვიძახდი და ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც ირღვევა, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით იყოს, თუნდაც რაიმე სხვა ნიშნით, აუცილებლად ისგივე გავრცელდება შემდგომ უკვე რიგით მოქალაქეზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ადამიანის მოქალაქეებს რა გვმართებს, რომ არ შევეგუოთ უსამართლობას, ხო? ანუ უსამართლობის შეგუება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ვიღებთ მოცემულობას და თავისთავად ჩვენ თვითონვე ხვდებით იმის ნაწილი. ამ მომენტში, როდესაც მას შეიძლება ქონოდა არ
ქონოდა ჩვენ საეჭვოდ არ ხვდით, როდესაც პირი დაკავებული იძახის, ხო მას უდანაშაულობის პრეზუმპცია იცავს. სანამ არ გამტყუდება ის უდანაშაულო არის და ჩვენ ამას არ ვიღებთ მოცემულობას, იმიტომ რომ მას ბრალი აქვს წარდგენილი და უკვე დამნაშავეთ თulit, ხო აქ არის ჩვენი პრობლემა. ანუ პრობლემა არის საზოგადოების განვითარებაში, მართლა ანუ ასე ვთქვათ, ფიქრსა ხო სამართლებრივი და ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების პრობლემა გვაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება, რომ მოქალაქეს არ შეუძლია სწორად შეაფასოს. ანუ სწორედ ბოლშევიზმის დროს ეს იყო პრობლემა, რომ აჯერებდნენ ხალხს იმას, რისით აჯერება სულაც. სხვა შორის და ნარკოტი ხო დავსრულეთ. და რაც მნიშვნელოვანი არის, თქვენ ახსენეთ, რომ ის პირები არ არიან დასჯილები, რომლებმაც უშუალოდ ამ კონკრეტულ საქმეებზე მიიღეს მონაწილეობა. დასჯილები კი არა, აქეთ. იგივე საკეთებენ არა, იგივეს არ აკეთებენ. დაწინაურებულები არიან. ანუ ჩაითვალა, რომ კარგად შესრულებული სამუშაოს შემდგომ, ხო, როდის ხდება დაწინაურება პირის, კარგად შეასრულეს მათ. ნუ ანტონ ჩეჩინის ვინ ჩავდა იმ ამ შემთხვევაში აუცილებლად დაწინაურდებოდნენ ნიკა კაციას და ახობაძის შემთხვევაში, რა ვიცი, ისინი გამოუშვეს სასამართლოში, შეიძლება მსხვერპლად კარგად ვერ შეასრულეს, ახლა ხუმრობ რა თქმა უნდა ამას. ისინი დაწინაურებულები არიან. პირი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარე საქმეებში მონაწილეობდა აბსოლუტურად ყველა თითქმის ნუმერაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში საქმეზე ვინც ყავდა, ყველა გადაყვანილი არის, ზოგი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ზოგი სამმართველოს ხელმძღვანელად, ზოგი სტატუსი აქვს შეცვლილი და უკეთეს დეპარტამენტშია გადაყვანილი. არა თუ ის, რომ როდესაც გამომძიებელი მოდის და არ იცის რა უფლებები უნდა განუმარტოს დაკავებულს, დამკავებელმა არ იცის, აქვს საშუალო განათლება და პირადი ჩხრეკისას უმარტავს დაკავებულის უფლებებს და სხვაობას ვერ პოულობს, მაგრამ ეს არ არის უკვე კონკრეტული საქმეები, კონკრეტულად ჩერჩეული საქმეებზე. ეს არის უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, ჩემს ყოველ შემთხვევაში წარმოებაში არსებულ საქმეებში აბსოლუტურად ერთი და იგივე სქემით ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ბრალის წარდგენა. და რას ნიშნავს? ახლა ეს ერთობლივად ბევრი საქმე, როდესაც მაგდა ასე ვთქვათ, ვიკვლევ და ვინტერესდები კოლეგებისგანაც და დაკავებულებისგანაც თუ რა ფორმით მოხდა მასთან მიმართ სამართალწარმოება, აბსოლუტურად ყოველს უკვე სქემა გამოიყო, აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ანუ როგორ შეიძლება 10-ობით, 100-ობით ადამიანი გაერთიანდეს და ერთი სცენარი დაწეროს, ხო? პირიქით რა შაბლონი აქვს უკვე და ამ უკიდურესობა რა არის მერე? როდესაც პირი აცხადებს, რომ იცით რა, მაგ ტელეფონი მე ჩამომართვეს ბევრად ადრე ვიდრე დამაკავებდნენ, ბევრად ადრე დამაკავეს თუნდაც, შემდგომ გაიხსნა და ანუ რო უთითებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით განხორციელდა, ამ შემთხვევაში არავინ გამოძიებას არ იწყებს, ან თუ იწყებს, უკვე არ ხდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. და თითოეულ გადასაბუთ პაკეტზე, აი ყველა დაკავებული მეუბნება, რომ პოლიციელებმა მე არც მივედი შოთ ასაღებად, პოლიციელებმა თვითონ აიღეს, აი ყოფილა შემთხვევა მარიხუანაზე მივიდა და დახვდა მეტადონი. მაგრამ შეხება არ ქონია, აი რო ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი, ამოვა პოლიციელების დნმ და არა თავად დაკავებულის და ბრალდებულის. ანუ ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, ანუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და პოლიციელებს უკვე ძალაუფლებით, ასე ვთქვათ, გამყარებულ საზოგადოების ნაწილს უკვე თავის უკანონობაზე და შიში რო აღარ აქვს, რომ პასუხს მოსთხოვს, ნელ-ნელა უფრო და უფრო მძაფრდება. აი ეს არის ჯერთი დასჯის მექანიზმად აქვთ და იცი რა არის აქ გარდა იმისა, რომ თავისუფლებას უკანონოდ უკანონოდ აღიკვეთავენ, ხა ამ შემთხვევაში მოდი ვისაუბროთ სინდის პატიმრებს და ამ ნაწილებზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება, აი ნიკას, ანტონის და გიორგის და ანასტასიას და ნუ ვინც ამ ბრალდებით ყავდათ დაკავებული და ყავთ. აქ ხო არის ის, რომ ჯერ ერთი რო უკანონო პატიმრობაში ხარ და ეს არის მეორე რა, აი ამ ამბით, აი რაღაცნაირად ხო ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში უფრო მეტად გაგაშავონ, იმიტომ რომ აი ნარკოტიკის მომხმარებელი, ან ნარკოტიკს ყიდდა, ანუ სხვანაირად ან მორალური ამბავიც არის აქ. ხო, აი ანტონის შემთხვევაში მე მაგალითად გიორგი ახობაძე რო გაამართლეს, მე იყო ესე მახსოვს ანტონის სასამართლო, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ შემთხვევაში მასაც გამოუშვებდნენ რა. და ზუსტად ეს რომ მიუსაჯეს, მე უკვე ნიკა კაციაზე გვეშინა და რომ აი ნუ მოკლედ მე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ და თვითონ ანტონიც რას ფიქრობს მის შემთხვევაში რატო იყო ესეთი მოდი ბრჭყალებს ვთქვათ მკაცრი გინდაც მათ შორის სასამართლო ნუ ზოგადად რეჟიმი იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მაგალითად ნიკას და გიორგის შემთხვევაში ვნახეთ რომ ვთქვათ იმდენად შეკერილი საქმე იყო რომ სასამართლომაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება რომ ციხეში გაეშვა ეს ადამიანები ნიკა გიორგი თევდორე აბრამოვი იცი არის ხო ამათ საქმეებს ესე დეტალურად არც ერთს არ ვთქვი მაგრამ ადვოკატებისგან ხო დაახლოებით ერთი და იგივე ამბავია და ანტონის ესეთი იყო რატომ მაგალითად ესეთი კაცრი დასჯის მექანიზმი მის მიმართ
ერთადერთი განსხვავება რაც იყო ამ საქმეებში იყო თარჯიმანი. შორენა ტაბატაძე იყო ანტონ ჩეჩინის შემთხვევაში, ანასტასია ზინუკიnas შემთხვევაში ასევე და არტემ გრიბულთან იყო მისი დაქალი ანაიდა საფარიანი. ერთადერთი განსხვავება იყო ეს და მიიჩნიეს ვითომ და ნეიტრალურ პირებად. რაც სრულიად წარმოუდგენელი არის, რადგან სასამართლოზე პირდაპირ მოიყვანა იმ უკუპროვამ, რომელიც ასევე არის დიკადაცია საქმეში 11 პირიანი საქმეშიც ასევე არის ანასტასიას და არტემის საქმეშიც ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებს ასევე პროკურორებზეც ვიტყვი რომ შმაგე გობეჯიშვილი არის ახლა ჩვენთან და გიორგი ახობაძესთანაც ის იყო დაწინაურებული რადაც არ არის რადგან ახლა აპელაციაზე ისევ არის ჩვენთანაც მაგრამ რა თქმა უნდა ისეთ თლად ისეც ვერ არის როგორც შემართებითაც ადრე იყო ხოლმე ასევე ნუგზარ ჭიტაძე იყო ნიგაკაციას პროკურორი ახლაც ხელა გვაირო გვახსოვს და გავსოთ ეს რა დამოვიწყებს მე რაიცებულს დაისაჯონ კი ნამდვილად ახლა არის ანასტასიას და არტემის საქმეში ისევ ეს ნუგზარ ჭიტაძეც ამიტომ ერთ და იგივე ადამიანები ფიგურირებენ ამ საქმეებში. მეც უმაკ ხოლმე ის კითხვა ახლა შენთან ეთერში ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მქონია და ამიტომ გამოვიყენებ ამ ეთერს. მე ვფიქრობ, რომ ანასტასიას და არტემის და ანტონის შემთხვევაშიც უფრო მკაცრად დასჯა გარდა იმისა, რომ შეიძლება იქ სასამართლოზე თარჯიმნის ამბავი ყოფილიყო, მაინც მგონია და ამას რასაც ვაკვირდებოდი ჩემი გადმოსახედიდან და სხვასაც ბევრს აქვს ეს აზრი, რომ იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, უფრო მეტად სჯიან ჩვენი რეჟიმის და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ადამიანებს. ანუ ესენი ხო არიან ადამიანები, რომლებიც იქაც ებრძოდნენ რეჟიმს, გამოიქცნენ მერე აქ და აქ მოხდნენ უარეს მდგომარეობაში და რაღაცნაირად ტყვეობაში იმყოფებიან ეხა. ფაქტიურად რუსეთის, ხო? ეხა მე არა ვქვა სხვანაირად. თქვენ რას ფიქრობთ, ხო არ არის ესეც ერთ-ერთი მიზეზი? ხო არ ეგონათ რომ შეიძლება მხარდაჭერა არ ექნებოდათ ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან იმ ადამიანების რომლებიც თქვათ ნიკას გიორგის და სხვა სინდისის პატიმრებს ვუჭერთ მხარს თანამდებობით შეუძლებელია ამის თქმა თუმცა არის შანსი ნამდვილად რადგან მხოლოდ ეს იყო განსხვავება რომ რუსეთის მოქალაქეები რადგანაც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამისთვის დასჭირდათ ვითომ და თარჯიმნები რომლებიც არც არაფერს არ უთარგმნიდნენ უბრალოდ იმუქრებოდნენ ვითომ და ნეიტრალური პირები ემუქრებოდნენ ანასტასიას მოკლით ემუქრებოდა შორენა ასევე ანტონს ეუბნებოდა რომ დროზე მოეწერა ხელი ოქმისთვის რომ თითქოს და ყველაფერს ეთანხმებოდა ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობა ასე ვთქვათ შესაძლებლობა არ ჰქონდათ რომ გაემტყუნებინათ ისეთი ჩვენებები მისცეს და ისეთი ამბები ხდებოდა პროცესებზე მაგრამ მაინც ჩემი აზრით რომ მოენდომებინათ სასამართლოს არ აქვს არანაირი რა თქმა უნდა ხა სამართლებრივ ჩარჩოებში რო არ ჯდება ეს ფაქტია კი რომ მოენდომებინათ შეეძლოთ იმ სამი პირის გამტყუნებაც რადგან ბიზნეს ბოსტანი არის არ არის სასამართლო და რატომაც არა ახლა რა შეჭirdებოდა არ ვიცი რომ სამი ადამიანი გამოუშვა სამი დატოვა მაგრამ მე ეს სამი ადამიანი და მეტიც კიდევ დაიჭირეს მე კიდევ 4 ოქტომბერი მოყვა და კიდევ დაიჭირეს ამიტომ რაღაც ეხლა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციოშია თქვენი საქმეც ხო ანუ ანტონის საქმეც ხო ხო ნახოთ ახლა იქ როგორ აწყობთ და აწყობთ მე ერთი კითხვა მაქვს კიდევ აი თეონა თქვენთან ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად ამ ჩადების ამბავზე, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თქვით, რომ ეს აქციაო გვინდა და იმ ხალხამდეც მივიტანოთ ხმა, რომელიც აქტიურად იბრძოდნენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წლების წინ და ეხლა რაღაცნაირად ცოტა ჩამოშორებულები არიან პროცესს. აქ არის ძალიან საინტერესო გუშინ სხვათა შორის აი პუბლიკა ჟურნალისტმა ნათიამ დაწერა, რომ სასამართლოში ერთ-ერთ პროცესზე შევედიოდა მარიხუანას ფლობის გამო ბიჭ სასამართლებდნენ, რომელსაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო და თან აქ საუბარია იმ რაოდენობაზე, რომელიც ოდესღაც საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა-წიქარიშვილის საქმე იყო დაუშვა რაღაცა 70 გრამამდე, რომელიც მან ჯარიმა და პატიმრობას აღარ ითვალისწინებდა. მაგრამ ეხა ივლისში ამათმა შეცვალეს კანონმდებლობაში რამდენიმე სიტყვა ჩაამატეს, რომ მარიხუანასთვისაც იგივე იქნება და მოკლედ გაამკაცრეს იმის მიუხედავად რომ 2017 წლიდან დიდხანს გვატყუა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კიდევ ბევრმა რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეცვლილიყო და უფრო ლოიალური ყოფილიყო, იმიტომ რომ
ადამიანები, რომლებიც მომხმარებლები არიან, არ უნდა მიდიოდნენ ციხეში და მათ რეაბილიტაციის საშუალება უნდა ქონდეს და უნდა ზრუნავდეს მათზე სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს არ არის დანაშაულის ერთ დაავადება. და ამაზე მთელი კანონ პროექტები შეიქმნა და სამუშაო ჯგუფები, რომ ეხლა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აუშენოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საბოლოოდ გავიდა რამდენიმე წელი და ვხედავთ, რომ უფრო გამკაცრდა, არანაირი სარეაბილიტაციო ცენტრები არ შენდება და იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს ვეხმარებოდეთ გამოჯანმრთელებაში და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, უფრო მეტი წლით უშვებენ ციხეში, ხო? აი ეს ყველაფერი, ვთქვათ, რაღაცნაირი დასჯის მექანიზმი ხო არ არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც, რასაც შენც ამბობდი, ეს ყველაფერი შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ან უპოვონ რაღაცა შავი ხვრელი, ესე რომ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები გამოკეტონ ციხეში. რა თქმა უნდა, ქეთა, ყველა მეთოდს იყენებს ახლა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს რეჟიმი ადამიანების თავისუფლების და სიტყვის პროტესტის ჩასახშობად და საერთო სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ნახეთ როგორ არის 310,000 არის საჯარო მოხელე, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტზე არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და ხელფასს იღებს ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომელიც ასევე ხალხის გადასახადებით არის შედგენილი, ეს ხშირად ავიწყდება ხოლმე მოქალაქეებს. 710,000 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს და ეხლა ეს პროგრამას და ეს ზოგადად სოციალური პროგრამებიც ხელისუფლებამ გამოიყენა რეპრესიების ერთგვარ ახალ ტალღად და მოწყვლად ჯგუფებზე კიდევ ცდილობს, რომ ამ დაანონსებული მასშტაბური გადამოწმებით სულ შიშში ყავდეს, სტრესში ყავდეს და ამ ადამიანებს ყოველდღიური თავის გატანის მიღმა აღარ დაუტოვოს სივრცე იმისთვის, რომ მათ რაიმე სხვაზე იფიქრონ და პროტესტი გამოხატონ. ეს ნარკოტიკების თუ ზოგადად ჩადების მავნე პრაქტიკა კიდევ დამატებითი ბერკეტი არის ერთგვარი იმისთვის, რომ დაანახონ თავიანთი ძალა და სრულიად მეხის გავარდნასავით იყოს და საიდან დაეცეთ ადამიანებს, რომ თითქოს რაღაცა აღმოუჩინეს და თითქოს დანაშაული ჩაიდგეს და ამის გამო ციხეში გამოკეტონ. შესაბამისად, კომპლექსურად აი ეს ყველა კომპონენტი და არა მარტო ეს, კიდევ სხვა მექანიზმებსაც იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანები გააჩუმონ. ნაწილი ქვეყნიდან გაიქცეს, აქ აღარ დაედგომებოდეს და ვინც აქ არის, ისინი იყვნენ ჩუმად, წყნარად, ისე რომ ხელი არ შეეშალოთ მათ თავიანთი ჯიბეების გასქელებაში, ამ ქვეყნის უბსკურში გადაჩეხვაში და რუსეთის მაამებელი პოლიტიკის გატარებაში. მაგრამ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ჩვენ კიდევ ვარსებობთ და ვართ ძალიან ბევრნი, გვაქვს ერთმანეთის იმედი, ძალებს ვიკრებთ, ვერთიანდებით, კონსოლიდირდებით, რესურსების მობილიზებასაც ვახდეთ და ამ რესურსებში ვგულისხმობ ადამიანურ რესურსებს და ეს ერთიანობა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვებით დასრულდება და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას. კი ბატონო. ნინო, აი თქვენც ამ თემის უფრო მეტად რადგან ბევრი საქმე გაქვთ დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით. ზოგადად შეიძლება სხვა მიმართულება კიდე და მაინც ამ თემის კიდევ ერთი გაგრძელება, მაგრამ რამდენად გახშირდა ამ პრაქტიკაში, ვთქვათ, აი ამ 260 მუხლის სხვადასხვა ნაწილით დაკავებული ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენც მე ყოველ საღამოს თან ცოტა გვიან თუ მიწევს გადაადგილება. გასაგებია, რომ დიდი მადლობა, რომ იცავთ იმას, რა ვქეთ, ჩვენს უსაფრთხოებას და ადამიანებს ამოწმებთ რამე ხომ არ აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, ახლა ვის აჩერებენ ხოლმე ყოველ საღამოს ქუჩაში, ვის ჩხრეკენ და ვის უღებენ უკანონოდ ფოტოებს და ასე შემდეგ და ვის ინფორმაციას ინახავენ და ნუ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ რაღაცნაირი შიშის დანერგვის ამბავიც ხო არ არის, იმიტომ ხა რაც მე ვილაპარაკე, რომ საკონსტიტუციოს მიღებული გადაწყვეტილება უცებ შეცვალეს, იმას ქეს, ამას ქეს, ანუ აი რას ემსახურება ეს კიდევ უფრო გამკაცრება ამ მიმართულებით კანონმდებლობის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როდესაც გამკაცრდა ეს 2025 წლის ივლისის თვე. ივლისი ხო? კი, მიიღოს ახალი კანონი, შესაბამისად ამ კანონში გაიწერა, ასე ვთქვათ, იძულებითი ასე ვთქვათ, მკურნალობა და სარეაბილიტაციო ცენტრები ფიზიკურად არ არსებობს, რაღაც ილუზია შექმნეს. ანუ გასაგებია, რომ როდესაც კომპლექსურად ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმას და ნარკოპოლიტიკას განსაზღვრავ და თავისთავად თვლი, რომ ამ პიროვნებას უნდა დაენიშნოს იძულებითი მკურნალობა, იმიტომ რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია
ორგანიზაცია, ხო? და აკავებ, მაგრამ არ მკურნალობ, ხო? კანონის ნაწილობრივი აღსრულება ხდება. ანუ განმარტებითი ბარათიც არ მოყვა ამ კანონმდებლობას, რომ სად უნდა უმკურნალო? ხო, რომელ დაწესებულებაში ან ეს დაწესებულებები რაც გვაქვს არის თუ არა საკმარისი ამისთვის. თუმცა პრაქტიკაში მე დღემდე რაც მქონია, ხო, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ იძულებითი ასე ვთქვათ კურნალობა დაენიშნა და შესაბამისად მოთავსდა რომელიმე დაწესებულება. სახელმწიფო რა დაწესებულებაა? არ არის ფიზიკურად არ არის. ანუ არის კერძო ისინი, რა ქვია. კი ბატონო, მაგრამ თუნდაც კერძოში რომ სუბსიდირება ხდებოდეს თანხის პირობითად რომ ავიღოთ, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის საკმარისი რესურსი, არც ეს არ ხდება. ანუ რა თქმა უნდა, მე მოვიკითხე ეს საკითხი, ვინაიდან საქმიდან გამომდინარე მჭირდებოდა და მივიღე პასუხი, რომ მსგავსი ფიზიკურად და მაქსიმუმ ციხის ავადმყოფოში თუ გიმკურნალებ. არა, ციხის ავადმყოფოშიც არ ხდება. არა, ხუმრობ რა თქმა უნდა, ის ხა იქ მიმართულება არ არის და მესმის რა. კი ბატონო, ანუ კანონი გამკაცრდა იმ დონეზე, რომ გახდა უკვე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და თითქოს და გააქტიურდნენ რომ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა ან თუნდაც დახმარებაზე. მე მაგიტომ ამაფე კიდე ცალკე გასაშლელი ამბავი, მაგრამ მე ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. რა პრობლემები წარმოიშვა ახალი ამ ჩადებას? ჩადებასაც თავისი ასე ვთქვათ სტილი გაჩნდა, ეს არის სრულად ჩადება, ნაწილობრივ ჩადება, დამძიმება და ასე შემდეგ, ხო? არის რა ნიკაკაცია შემთხვევაში გქონდა რომ ეს მოხდა სრულად ჩადებასაც ვერ ვარქმევ, იმიტომ რომ გაფორმება ნიკაკაცია როგორც ჩაუდიეთ და ნიკაკაცია შემთხვევაში თვითონ ნივთიერება არ ყოფილა თავიდან ყოველ შემთხვევაში. როგორც ნიკამ თავის დროზე ახსენა პირველივე დღიდან იძახდა რომ მას არ ქონდა ნანახი არანაირი ნარკოტიკული საშუალება და პროცესზე ნახა პირველად თუ რაზე ედავებოდნენ. ნუ კარგით ეს გავიგეთ კლასიკური მაგალითი ჩადების, ანუ არ ვიცი, გაფორმების. რაც შეეხება უკვე სხვა შემთხვევებს, როგორც პრაქტიკაში დაამკვიდრეს ვითომ ამ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, რომ აი როგორ ეფექტურად მუშაობს სახელმწიფო, ხო? კი, ეგუნდათ სტატისტიკას აკეთებენ, რომ რამდენი დავიჭირეთ და გავხსნილი საქმეები. და დაკავებულთა, ბრალდებულთა უმრავლესობა ყოველთვის მეუბნება, თითქმის ახლა ვერ ვიტყვით, რომ 100%-ით ესე ხდება, რა თქმა უნდა, ამასთან მიმართებაში ესეთი უსამართლოც ვერ ვიქნები, მაგრამ უმრავლესობა ის ადამიანი, რომელიც მე უნდა ვშოთ, ერთი თავისთვის ქონდა შესყიდული. ხო, მოხოთ საკუთარი მოხმარებისთვის. ამ სქემას მოგიყვებით, ახლა როგორ ხდება? ხდება მისი დაკავება, რა თქმა უნდა, არაფორმალური დაკავება, დამუშავება, რომ იცი რა, თუ შენ იტყვი ყველაფერს და აი, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებ, ხელს მოაწერ, ვიდეოს რო გადაგიღებთ, ამას იტყვი, ნუ 48 საათში მაქსიმუმ გაგიშვებ. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა, ეს დაიმედებული შეშინებული ადამიანი ემორჩილება და ამასობაში მას უდებენ უკვე უვადო თავისუფლების ანუ იმდენს ამატებენ, რომ 213-ის მე-6 ნაწილზე გადადის. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა საქმეში არა თუ, ნუ, თითქმის რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევა, რომ ქონდა თავისთვის მოხმარებისთვის და უცბად საქმეში აღმოჩნდება 16-27 შეფუთვა და ასე შემდეგ. ანუ იმდენად არაგონივრული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რომ გამორიცხულია პირადი შეძენისთვის ქონდეს პირს გამოყენებული. ანუ ამ სქემით, როდესაც მუშაობენ, მე ახალი მუხლი რო ამუშავდა ეს, რო დაემატა, ხო, დახმარება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში, ხო? ამისთვის ამ მუხლის ეფექტურიანობის წარმოჩენისთვის კი, რომ აი რო სტატისტიკურად აი ამით გავხსენით, იმიტომ რომ მაგალითად გასაღებას გაყიდოს, ესე მარტივად ვერ დამტკიცები ვიდეო მტკიცებულება და ასე შემდეგ. და როდესაც მოსამართლეები ახლა წარმოგიდგენთ, მე ვარ ერთი ადვოკატი, ხო და უამრავი საქმე მქონია და თავისთავად ჩემთან გამოიკვეთა ის სქემა, რომ ამ სქემით მუშაობს საგამოძიებო ორგანო. აუღოთ არა აქვს მნიშვნელობა რაიონი, CKP-დი, არა აქვს მნიშვნელობა ანუ ერთი ბრძანება და ამ სქემით მუშაობენ. მოსამართლე, რომელიც ზის და იხილავს დღეში რამდენ საქმეს მსგავსი კატეგორიის. და რო ხედავს, რომ ყველა ბრალდებული თითქმის იძახის ერთი და იგივეს. ხო, შეიძლება ესენი შეთანხმებულები იყოს, ხო, რაღაცა შესაძლებელი. ყველა ვიდეო შეიძლება იდეალურად იყოს გადაღებული. ხო, მე ანუ თვითონ როგორ მე მაინტერესებს აი მოსამართლე იმ დროს რას ფიქრობს, როდესაც პირს უსჯის 16 წელს, 14 წელს ან კიდე უვადო პატიმრობას და იცის, რომ პოლიციელი ამ დროს იტყვება, იმიტომ რომ დაკითხვებში ყოველთვის. კი ბატონო, და ერთ ხა ბოლოსკენ მიდივარ და მაინასაც ვკითხავ, აი ხა ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ესე ვფიქრობ მართლა და თეონასაც ზუსტად ვეთანხმები ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის მე ძალიან ბევრს ვიცნობ 2017 წლიდან, ნუ მინიმუმ 2017 წლიდან ხმამაღლა აპროტესტებდა და ძალიან აქტიური იყო მათ შორის ნარკოპოლიტიკის მიმართულებით და ამას ებმება რა თქმა უნდა ეს ჩადებების ამბავი. ახლა რაღაცნაირად ცოტა მიჩუმებულები არიან სხვადასხვა მიზეზის გამო ალბათ. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ საკითხზე კიდევ ხმამაღლა ისაუბრონ. მე მაინტერესებს თქვენთვის პირადად, ანტონს, ანუ მე გულისხმობ სინდის პატიმროს ოჯახისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციები და ამ თემაზე ზოგადად ხმამაღლა საუბარი და რისი მოლოდინი და იმედი გაქვს მithumetes რომ სააპელაციო განხილვები არის ახლა და რაღაცა ამ მიმდინარე პროცესში არის ამაზეც საუბარი. დარწმუნებული ვარ რომ აპელაციაც იგივეს დატოვებს როგორც ეს მოხდა სხვების შემთხვევაში განაჩენი იგივე რჩება მithumetes ახლა
ორივე საქმეში. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ეს თარჯიმნები ხელახლა დაკითხულიყვნენ და რა თქმა უნდა უარი თქვა, ამიტომ აქედანაც უკვე გასაგები არის და არც მქონია აქამდე იმედი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქციები, რადგან ყველაზე დიდი ბოროტება არის, რაც კი შეიძლება ადამიანს გაუკეთო ნარკოტიკის ჩადება. რეპუტაციულადაც ანადგურებს ადამიანს, მით უმეტეს. აი ძალიან ბევრი კომენტარი შემხვედრია, ხა ეს ბარიგები კიდე ხმას იღებენ. აი შეძენა შენახვას ედავებოდნენ. გასაღებას არც კი ედავებიან. არავის არ აინტერესებს იქ, საიდან მოვიდა, სად მიხონდა. ის აკეთებენ, რომ მე იგუცქვი თავიდანვე, რომ რაც ნარკოტიკთან როს ასოცირდება რაღაცა, მე ამ ქვეყანაში ცოტა სხვა. და მაგრამ ეგეც არ არის, ხა იქ რობოტები არიან, თან შესაძლებელი კიდე ცალკე ამბავი და ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნან და გააშავონ ადამიანი კიდე სხვანაირად რაღაც. კი, რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება არ ქონიათ, საიდან მოვიდა, სად უნდა წაიღოთ, არც კი ედავებოდნენ გასაღებას და სად უნდა წაიღოთ, ეგ უკვე აღარც აინტერესებდათ, მაგრამ რომ ისმით ნარკოტიკი, ესე იგი ბარიკა, არავინ არ უსმენს ინტერვიუებს ადვოკატებთან, რომელიც არის უამრავი, რომ დაგუგლონ ძალიან ბევრ ინფორმაციას გაიგებენ და ეცოდინებას როგორ ხდება ეს ჩადება, თუმცა არ აინტერესებს. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს. ღმერთს რომ შეიძლება ახლა აქედან გავიდე, ჩამიდონ. ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ეს. არ არის ის რომ მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს უდებენ. შეიძლება უბრალოდ ადამიანი აღმოჩნდეს არასწორ დროს, არასწორ ადგილას. ვიღაცას გაყვეს სადმე და მე იმ ვიღაცას ქონდეს ნარკოტიკი და ამას შეტენონ, იმიტომ რომ იმ ვიღაცას, ასე ვთქვათ, პატრონი ჰყავს. ამიტომ ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან მართლა ყველას გვეხება, რომ ამბობენ რატომ მე არ მიდებენო. ნუ ყველას ფიზიკურად ვერ ჩაუდებენ ახლა, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა არის გარშემო, რომ ადამიანებს ნამდვილად ჩაუდეს ეს ნარკოტიკი. ან შეიძლება მართლა ჰქონდათ და რაოდენობა გაუზარდეს. კი, ნამდვილად ეგრე და მე ეს დასჯის მექანიზმი და არა მხოლოდ ნარკოტიკის, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს არის იარაღზეც და რა ვიცი ნებისმიერ უკანონო, რაც კანონმდებლობით აკრძალული არის და ისჯება. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2 მარტს პირველ საათზე საქართველოს პროკურატურასთან ორთაჭალაში იქნება ეს აქცია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი აქ ბევრი ადამიანის ყოფნა. დიდი მადლობა უნდა გითხრათ ეთერში მასვლისთვის და ამ თემაზე ესეთი ხმამაღლა საუბრისთვის, უნდა დაგემშვიდობოთ და მაყურებელს რამდენიმე წუთით მეც დავამშვიდობები რეკლამის დრო, ამიტომ არ გადართოთ. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola.